მე გუნდის წევრები მარცხმოლებიან რომ როგორც არ უნდა მოიქცე, დღეს არა ხვალ კობა მაინც წავა გუნდიდან. ძალიან სამწუხაროდ და გულსადგენელი განცხადებები გააკეთა პრემიერმა. მან დაასახელა გუნდის წევრები მეუბნებიანო. რატომ უპირისპირდება გუნდის წევრებს კობა დავითაშვილი, სერგეენკო მარგველაშვილი, მთავრობის წევრების საჯარო კრიტიკა და დეპუტატის ხმამაღალი განცხადებები. თუ ვიცე-პრემიერი ასე თulis რომ ასეთი მიუღებელი შრომის კოდექსია, მინიმუმ ვიცე-პრემიერობიდან უნდა გადადგეს. მე მზად ვარ რომ ეს განვიხილო იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. მტკიცებულება წარმოადგენს ან საჯაროდ ბოდიში მოიხადოს. თუ მას სურს გუნდში დარჩენა, გუნდს რაღაც ანგარიში უნდა გაუწიოს. გაუწევს თუ არა ანგარის გუნდის წევრებს კობა დავითაშვილი და რა ეწყინა დეპუტატს საკუთარი ლიდერისგან. ეს იყო გადახაზვა მთელი ჩემი ცხოვრების ერთი დიდი წითელი ხაზით. მსგავსი შეურაცხყოფა პირდაპირ მინდა ვთქვა, მე არც ერთი მკაცრი ოპონენტისგან არ მიმიღია. კობა დავითაშვილი სტუმრად პოზიციაში.